გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ამ ვიდეოში თქვენთან ერთად დავთვლით და გავიგებთ რომელია უფრო უკეთესი, დიდი ბინა კონდეს გარეუბანში თუ იგივე ფასად პატარა ბინა და ქალაქის ცენტრში. მოკლედ, ერთად გავიგებთ რატომ და რამდენი ჯობია პატარა დიდს. თუმცა თუ უკვე დიდი ბინის ფლობელი ხარ, ნუ შეგეშინდება, იმიტომ რომ უძრავი ქონება ყველაზე საიმედო საინვესტიციო საშუალებაა დღემდე და გარეუბანშიც კი მოგებული ხარ, უბრალოდ ყველაფერი შედარებითია. თქვენთან ერთად განვიხილავ სიტუაციას, რომ მაგალითად იყიდე ბინა, უბრალოდ მისი გაყიდვის მიზნით, გარკვეული წლების შემდეგ რა მოგებას მოგცემს, იყიდე ბინა რომ გააქირაო და რა შემოსავალს დაგიწერს, იყიდე ბინა გაქირავების მიზნით, ამუშავე გაქირავებაზე და შემდეგ გაყიდე ჯამში რა შემოსავალს მოგიტანს და რა თქმა უნდა ბოლოს დღიურ გაქირავებებსაც შევეხებით Airbnb-ზე, Booking-ზე არ ნებისმიერი სხვა საშუალებებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ როცა ბინის ყიდვაზე ვსაუბრობთ, ან ვიწყებთ ფიქრს, გადაწყვეტი ფაქტორი მისი მიზნობრიობა, ანუ ის თუ რის გამოც ვყიდულობთ ბინას. თუ მაგალითად ბინას ვყიდულობთ ოჯახის გაფართოების მიზნით და მეტი ოთახები გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დიდი ბინა უპირატესია, ამაზე არ ვსაუბრობთ. ეს ვიდეო დაგეხმარება იმის გარკვევაში, თუ მაგალითად საინვესტიციო მიზნებით ფიქრობ ბინის შეძენას, ან ცალკე გსურს გადასვლა და დროებით გინდა ბინის ყიდვა, რომელიც შემდეგ დამატებით შემოსავალს მოგიტანს. ანუ გარკვეული რაოდენობის თანხა და უბრალოდ გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რომელი დათმო დიდი ფართი თუ ქალაქის ცენტრი. სანამ თავარი თემის განხილვაზე გადავალთ, უნდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოში გამოყენებული გვაქვს თბილისის ფასები და ანალიტიკა, რადგან უფრო მეტი ინტერესი დედაქალაქსია. განსხვავებული სიტუაცია გვაქვს მაგალითად საკურორტო ქალაქებში, ბათუმი, ბაკურიანი, თუ ეს თემაც თქვენთვის საინტერესოა, დამეწერეთ კომენტარებში, რომელ საკურორტო ქალაქს ისურვებთ, გავს ვიდეოს და სიამოვნებით შემოგთავაზებთ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ ვიდეოში მოყვანილი ციფრები საორიენტაციოა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული რისკები ახლავს თან, ამიტომ ეს ვიდეო დაგეხმარება ზოგადი შეფასებებისთვის. დავიწყეთ. მოკლედ, ChatGPT-ის მივართვი შემდეგი დოკუმენტები: TBC კაპიტალის 2024 წლის 12 თვის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვები, Galten-Dagardt-ის 2023 წლის შემაჯამებელი მიმოხილვა, ესეც საცხოვრებელი უძრავი ქონების რა თქმა უნდა, Colliers-ის 2024 წლის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვის დოკუმენტი და ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების მონაცემები 4 წლის განმავლობაში უბნების მიხედვით. ისთხოვე რომ ამ დოკუმენტების მიხედვით გაეანალიზებინა რამდენი პროცენტით იზრდება საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი თბილისის გარეუბანში და რამდენი პროცენტით თბილისის ცენტრში. გამომდინარე იქიდან, რომ საინვესტიციო მიზნებით უძრავი ქონების ყველაზე ოპტიმალური პერიოდი არის 10 წელი, ამიტომ 10 წლის პერიოდზე დავათვლებინე. მივიღეთ შემდეგი სურათი, ანუ 10 წელიწადში ქალაქის ცენტრი პლუს 115%, ხოლო გარეუბანი პლუს 55%. დაუშვათ, რომ გვაქვს $80,000, რა ფასადაც დღეს თბილისის ცენტრალურ უბნებში შესაძლებელია ერთოთახიანი ბინის შეძენა რემონტით და ასევე რა თქმა უნდა გარეუბანში ოროთახიანი ბინის შეძენა ასევე რემონტით. პირდაპირ და მარტივად რომ დავთვალოთ და შევადაროთ, ანუ 10 წელიწადში გარეუბნის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდ ფართს ფლობ, შენი მოგება იქნება $84,000, ხოლო ცენტრალური უბნის შემთხვევაში კი $92,000. ამ ყველაფერში ყველაზე მაგარი არის ის, რომ პატარა ბინის და ცენტრის შემთხვევაში 10 წელიწადში არის შესაძლებელი, რომ ჩვენ მიერ ჩადებული ინვესტიცია სრულად ამოვიღოთ, ხოლო გარეუბნის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბინა გაქვს, მისი ნახევარი ამოგაქვს და ცოტა მეტი. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის, თავარი აწი უნდა თქვათ. მოკლედ, რაც ემოთ ავწერეთ, ეს ეხებოდა მხოლოდ ორ ტრანზაქციას, ანუ იყიდე ბინა და 10 წლის შემდეგ გაყიდე, ანუ ორივე შემთხვევაში მოგება ნახე, უბრალოდ ცენტრის შემთხვევაში ორჯერ მეტი მოგება ნახე, ვიდრე გარეუბნის შემთხვევაში. ხო და ახლა რა შეეხება გაქირავებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ცენტრს და გარეუბანს ვადარებთ ერთმანეთს და გარეუბანში მით უმეტეს დიდი ბინის შემთხვევაში ეს დღიური გაქირავება ნაკლებად მოთხოვნადია, ამ შემთხვევაში ერთმანეთს შევადარებთ ყოველთვიურ გაქირავებებს. ხოლო რა შეეხება დღიურ გაქირავებას, ამის შესახებ ვიდეოს ბოლოს ცალკე დეტალურად განვიხილავთ. იგივე დოკუმენტების საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასები თბილისის უბნების მიხედვით, ChatGPT-მ გაგვიანალიზა და გვეუბნება, რომ ცენტრში საშუალოდ $690, ხოლო გარეუბანში კი $571. ესეც რომ მარტივად და პირდაპირ დავთვალოთ, ცენტრში გვაქვს $8,280, ხოლო გარეუბანში კი $6,852. გამოდის, რომ ბინის გაყიდვის გარეშეც 10 წლის მანძილზე ქალაქის ცენტრის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ინვესტირებული თანხის სრულად ამოღება, ხოლო გარეუბნის შემთხვევაში კი მიღებული შემოსავალი $68,500 გამოდის. რაც შეეხება ქირაზე მუშაობით და 10 წლის შემდეგ
შემდეგ გაძვირებული ფასით გაყიდვის შემთხვევაში შენი საერთო შემოსავალი იქნება $254,800 ქალაქის ცენტრის შემთხვევაში, ხოლო $192,500 გარეუბნის შემთხვევაში. გავიხსენოთ, რომ ჩვენი საწყისი კაპიტალი ორივე შემთხვევაში იყო $80,000. გამოდის, რომ ქალაქის ცენტრის შემთხვევაში მოგება გაორმაგებულია, ცოტა კიდევ მეტიც არის და შეადგენს $174,800, ხოლო რაც შეეხება გარეუბანს, აქ მოგება თითქმის 1.5-ია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პატარა ბინის კვადრატული მეტრის ღირებულება, დიდი ბინის კვადრატულობასთან შედარებით უფრო ძვირია, რაც მისი მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარეობს და ეს დიდი უპირატესობა, რა თქმა უნდა, აქვს მცირე მოცულობის ბინებს. როგორც ცენტრალურ უბანში, ასევე გარეუბანში, როგორც გაქირავებისთვის, ასევე გაყიდვის შემთხვევაში. ახლა კი გადავიდეთ ყოველდღიურ გაქირავებაზე, როგორც დაგპირდით, მცირე ზომის ბინის და ქალაქის ცენტრის დამატებითი უპირატესობა არის ის, რომ ერთ შემთხვევაში ბინა პატარა და მისი გაყიდვა გაქირავება მარტივია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მის ლოკაცია არის, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. თუმცა პატარა ბინები ლოკაციის გარეშეც მოთხოვნადია დღიურ გაქირავებაზე. დღიური გაქირავების შემოსავლების დასახელად მომუშველიოთ რამდენიმე გრაფიანი Excel-ი. Airbnb-ის და Booking-ის მიხედვით ერთი დღის ქირა საშუალოდ $45-ია. დღიური დატვირთვა თვეში რო ავიღოთ 365 დღე ხო გვაქვს წელიწადში და ავიღოთ 265 დღე, დანარჩენი დღეები იყოს დაალაგების, რაღაცა გარკვეული რისკის და ასე შემდეგ. აქ ჩავწეროთ დასუფთავების ხარჯი ავიღოთ 20%. ეს $240 გამოდის თვეში და საქმეებით საკმარისია. ავიღოთ კომუნალური ხარჯი, ესეც 20%. ესეც $240 და ესეც საკმარისია. და გაუთვალისწინებელ ხარჯი დავამატოთ 10%, ასევე $120 სანტექნიკა, ნათურები და ასე შემდეგ. ამ მონაცემებით დღიურ გაქირავებაზე ბინა შეუძლია $600 მოგება მოგიტანოს, რაც 10 წლის განმავლობაში თითქმის $73,000-ია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი საწყისი კაპიტალი $80,000 იყო, ფაქტიურად დღიური გაქირავებითაც კი შესაძლებელია ამ თანხის ამოღება. თუ ეს ვიდეო შენთვის საინტერესო იყო, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს, მეც ეს ბინა სწორედ იმიზნით ვიყიდე, რომ ტურისტებზე მემუშავა, თუმცა შემდეგ ცხოვრება გადავწყვიტე, გისურვებთ მეტ უძრავ ქონებას საკუთრებაში და მეტ შემოსავლებს ბანკის ანგარიშებზე.